წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბრმატყუიას ბავშვი ემსხვერპლა. ტრაგედია ძველით ახალ წელს სოფელ გუმაჩი დატრიალდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ბავშვებმა იარაღით შუმა დაიღეს, რა დროსაც ერთ-ერთს გაუვარდა და ტყუია მოზარდს არტერიაში მოხვდა. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფების 16 წევრს, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაჯგუფების ერთ-ერთმა მსხვერპლმა ფორმულას ეთერში ისაუბრა იმ სასტიკმო პრობაზე, რომელსაც მის მიმართ გასული წლის ზაფხულში ჰქონდა ადგილი. დაასახელა ბრძანების გამცემისა და შემსრულებლების გვარებიც. ანდრია ხამაშურიძის თქმით, იარაღის მუქარით აიძულეს დაჯოქება, რასაც წამება და დასერვა მოჰყვა. ტრამპმა იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიასთან დაკავშირებით მის პოზიციას არ ეთანხმებიან, 10%-იანი ტარიფები დაუწესა. ალბათ ჩინეთსა და რუსეთს კარგი დღე აქვთ, ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამ გადაწყვეტილებას. ტარიფებით მუქარა მიუღებელია და ჩვენზე არ იმოქმედებს, აცხადებს მაკრონი. ბრიტანეთის პრემიერის შეფასებითაც მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება არასწორია და ამაზე ტრამპის ადმინისტრაციასთან ისაუბრებენ. ავარიის შედეგად დაიღუპა იმ ავტომობილის მძღოლი, რომელსაც რამზან კადიროვის შვილის ავტოკოლონის მანქანა დაეჯახა. ნოვაია გაზეტას ცნობით, ავტოსაგზაოს შემთხვევა იმის გამო მოხდა, რომ ადამ კადიროვის ესკორტმა მოძრაობის წესები დაარღვია. ბოლო ცნობებით, თავად კადიროვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.